არა 2 წლამდე პატიმრობად მოსამართლისათვის წყლის შესხმა და საკუთარი პროტესტის ასე გამოხატვა ნიკა მელიას სულ ცოტა ხანში გვეცოდინება ახლო მომავალში, ხოლო მანამდე შეიძლება ითქვას, რომ მას ბრალი უკვე წარედგინა. ეს ყველაფერი მისთვის მხოლოდ და მხოლოდ სასაცილოა, რადგან როგორც მისი ადვოკატი ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, დაწყებული ნიკა მელიას გატაცებით, გაგრძელებული სასამართლო პროცესით და უკვე შემდგომ ამ ბრალის წარდგენით დამთავრებული ყველაფერი არის ქართული ოცნების ძალადობრივი პოლიტიკის გაგრძელება. მან გაგვაცნო თავად მელიას პოზიციაც და გითხრა, რომ ის არის მტკიცედ დარწმუნებული საკუთარ პოზიციაში იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლე არის ბუტაფორია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სხვის მიღებულ გადაწყვეტილებებს აცხადებს. ამიტომ აქედან გამომდინარე, პროტესტის ეს ფორმა ნიკა მელიასთვის ისეთივე მისაღებია, როგორც იმ მომენტში, როდესაც თავად ეს ქმედება განახორციელა. ცხადია, ჩვენ გვქონდა გამომძიებლებთანაც არაერთი კითხვა, თუმცა მათ მხოლოდ და მხოლოდ შაბლონური პასუხებით გვიპასუხეს და არაფერი კონკრეტული ამ თემასთან დაკავშირებით არ უთქვამთ. შემოგვივა სასამართლოს 366-ის მეორე ნაწილი. და რა ის თვალისწინებს რა მოითხოვეთ? განაჩენს ადვოკატი გამოვა და მოგახსენებთ ყველაფერს. კარგით, ქვერას გვეტყვით. არაფერი არ. მოგეხსენებათ ნიკას ბრალდება წარედგინა 366 მუხლის მეორე ნაწილი, რაც გულისხმობს ბრალდების განმარტებით მოსამართლის შეურაცხყოფას, ბრალდების ფორმულირებით, რომ მან მოსამართლეს შეასხა წყალი სასამართლო პროცესზე ეს დაკვალიფიცირდა აღნიშნული დანაშაულით, თუმცა კიდევ ერთხელ ცალსახად აღნიშნავ. ნიკას პოზიციიდან გამომდინარე, მოსამართლე, ისევე როგორც პოლიციის თანამშრომლები ჩართული იყვნენ ერთიან უკანონო კრიმინალურ ჯაჭვში, რაც დაკავშირებული იყო მის უკანონო გატაცებასთან, შემდგომ მასთან მიმართებით არაერთ უკანონო ქმედებასთან, გავიდა დაახლოებით 2 კვირაზე მეტი ნიკას გატაცებიდან, არც გამოძიება დაუწყიათ, არც ერთი დოკუმენტი დაცვის მხარეს აღნიშნული დაკავების საფუძვლისა არ გადმოგცემია. სასამართლოში აღნიშნული საქმე არ მიიტანეს, ცალსახაა, რომ სახეზე არის უკანონო გატაცება პოლიტიკური ლიდერის და ამაზე სახელმწიფო არ რეაგირებს. ნიკა მელიას აზრით მოსამართლე იყო ერთ-ერთი ფიგურანტი ამ უკანონო, ასე ვთქვათ, კრიმინალური ქმედებების, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, დაემთავრებინა საქმე პატიმრობით, ყურად არ იყო არც ერთი ის განმარტება, რაც ბრალდებულმა მას მოახსენა მისი უკანონო გატაცების ირგვლივ და წყლის შესხმა ეს იყო მისი მხრიდან ერთგვარი პროტესტის ფორმა. როგორც მოვისმინეთ, ნიკა მელიას სასამართლოსადმი უპატივცემულობას ედავებიან. ჩვენ ასევე მოგვესმენინა ადვოკატმა მისი პირველი შეფასება გადმოგცა ნიკა მელიას პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და რომ მტკიცედ არის დარწმუნებული საკუთარ პოზიციაში იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე ამ ქმედებას იმსახურებდა.